პირველად მეძლევა ჩვენი ეთერის საშუალებით, რომ მიუსამძიმრო ყველას თითოეულ ჩვენგანს სრულიად საქართველოს და ეს უდიდესი დანაკლისი ჩვენთვის ძალიან რთული და ემოციურია დღეს აქ ყოფნა. დიახ, თქვენ სწორად თქვით, ეს არის ედემის ბაღი, იმიტომ რომ გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით, სითბოთი, ზრუნვით, რომელიც პატრიარქის დამსახურება არის და სწორედ თავად ირჩევდა იმ ადგილს, თუ სად უნდა დაერგათ თითოეული ნერგი და განსაკუთრებული სიზუსტით გრძნობდა თუ სად გაიხარებდა. სწორედ მისი ლოცვა კურთხევით არის აქ ყველაფერი გაკეთებული, საერთოდ არაფერი არ იყო წლების წინ, როგორც დედა ბარბარამ გითხრა და დღეს უკვე მართლაც სრულიად წალკოტი არის შექმნილი. დილიდან ჩემთან ერთად არის დედა ბარბარე ქართველიშვილი. დედასთვის ძალიან ალბათ უჩვეულო და რთულია, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ დილას ჩვენთან ერთად გაატარებთ. ჩვენ ახლა ვართ ორანჟერეაში, რომელსაც ზამთრის ბაღს უწოდებდა პატრიარქი, ვინაიდან გარეთ გადაუდებელი წვიმა არის, გადაუღებელი. ამიტომ ჩვენ აქ ვართ და დედაო დილამშვიდობის პირველ რიგში რა მნიშვნელობას ანიჭებდა პატრიარქი აქაურობას და მე ვიცი რომ ყველაზე დიდ დროს აქ ატარებდა. ეს იყო მისთვის დამამშვიდებელი ადგილი. ოწმინდესი რომ მოგცემდებოდა დილით ადრე ბოლო პერიოდში გაუჭირდა საკვირველი, მაგრამ დილით ადრე 6 საათზე უკვე ბაღში ვიკრიბებოდით ხოლმე დედები და უწმინდესი და ერთი მოძღვარი ყოველთვის იყო ხოლმე ჩვენთან და დაბრძანდებოდა თავის სავარძელზე და ჩვენ მე დავიწყებდით ლოცვას. ლოცვის შემდეგ დავსწრებოდით და გვეტყოდა ეხლა იესოს ლოცვა თქვით გულშიო. ხანდისხან ხმამაღლასაც ვამკლავთ ნაბოდით. მე ადგებოდა და მე კაცე უყარდა შრომის გარეშე არავის ატარებდა. რომს რაღაცას მაინც ვიფიქრებდა, რომ ჩვენ უკმათავ ყოფილიყავით. ხო და მას დაცვის ბიჭები ყავდა ხოლმე. იმათ ზოგჯერ ხარუსდნენ. და დილით 6 საათზე სცენარებს გადაადგილებ და გადმოადგილებ და აი მას აქ უფრო უხარია, აქ ამას ეს ადგილი მოსწონს ის და დილით დავიამუშავებდა ხოლმე და ჩვენმა ბიჭებმა იცოდა ჩვენგან დაიწყო უკვე დილით ჩვენი მუშაობა, ჩვენი მორჩილება. დედაო, არაფერი არ იყო საერთოდ როგორც მითხარი. ეს იყო დღეაივანი. და მე უწმინდესმა ხომცერნერები ძალიან უყვარდა და ახლა სუყოთის ზამთარში და გარეთ მოისვენა და ხოლმე დაჭდებოდა იქ გარეთ იმაში სიცივეში და მოიფიქრა ზამთრის ბაღი და ისეც უყვარდა და მე შემინა ისე შემინა რომ ის ამ სცენარებისაც გაეხარდებოდა და იცოცხლებდა ეს სცენარებიც კარგად იგრძნობდნენ თავს და მე თვითონ სცენარები შეიძლება მე ხალხმა რო გაიგო სცენარები უყარს უწმინდესო და ყველა ჩუქლიდნენ და ყველა ჩუქლიდნენ ეს იყო საზოგადოებიდან ჩამოსული ხალხი თუ ისა ხმე არ ველაძები მე ყო მგონი პირველად იმათ შემოიტანეს ეს სცენარები საერთოდ იყვნენ ფეხბურთელები ხო იყვნენ და ძმეს ხა ყველას უყარდა და ვისაც რა შეეძლო ის საჩუქარი მოიტანა და დიდი სცენარები პირველად მათ შემოიტანეს. აქ არის როგორც დიდი ჯიშის, ისევე პატარა ჯიშის ყვავილები არის. განსაკუთრებით უყვარდა ყვავილები, როგორც ვიცით თქვენ. ყვავილები ძალიან უყვარდა. განსაკუთრებით უყვარდა კალები და იები და ორქიდეები. ორქიდეებს ისე ორი მოვამბობა ჩვენ კიდეს მოვისის წესი არ ვიცოდი, მაგრამ მე უყარდა ცხოვრობა ჩვენ. კაცი აი ეს უყვარდა ყველაზე მეტი. და ამას უნდა ხის კეთილ მჟავიანობა მოსწონს და მოგდა. უწმინდესმა მითხრა, ეხლა აიღეო, მომატაინა მიწაში შეუვია ქვიშა და ჩაბარგვევინა და მე ერთი პროფესორია ჩვენთან ეს რომ არის სასწავლებელი სცენარების საერთაშია მოყვა ის ქალიო ჩამოვიდა ბატონი ჩამოწევდა გაოცებული დაჭდა დაარჩა რომ ესე იგი მაგიო მიზაში არ ხარობს და ეს როგორ თავყავდა სულ ყველა ყავდა გასაკვირი იყო ხალბატონი გულიკო ჩაფიძა რომ მოდიოდა მე სამაქო ბაღიო უულიო და ჩემთან ესე არ ყავისო
მაინც საოცარი იყო თავისი მე საფნით გაგვარიცხინდა ფოთელებს რომ კი არ დაჩენოდა ან თუ ქონდა რომ მოგეცილებინა და ყველაფერს თავისი განსაკუთრებით ზრუნავდა, ფიქრობდა, სად რა უნდა დაერგოს, როგორ უნდა ყოფილიყო, სად გაიხარებდა, როგორ ახერხებდა, რომ აი ამ ხელა ბაღისთვის ამ ხელა ყურადღება მიექცია. აი საოცარია. და თანაც კიდე მარტო ეზოსაც პირდაპირ გადმოვედა, ხრიოკი ადგილი იყო და 2 დღეში არ გაზვიადებ მართლა 2 დღეში ბაღნარად აქცია, იმიტომ რომ აქ ვინც იყვნენ ადრე დაწესებულება 2 ადამიანი მოდიოდა და ასაკობანი ასე მოდიოდა. ეს ხრიოკი ადგილი ამილიამ როგორ ბაღნარად აქციაო. სასწაულ ტიტები დარგო და ტიტებით ყავდა თელი ის ადგილი. მე აქ თანამცენარები შეიძინა. დედაო, მე ვიცი რომ ქალბატონი ირმა, რომელიც ახლა აქ არის და უკვე თავის დღის წესრიგში დაიწყო უბლის აქაურობას, განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს დებს ამ საქმეში. საიდან გადაწყვეტეთ რომ დახმარე ჭირდებოდა აქაურობას? ამ ბაღს რომლიდე გაჩნდა თეთრას უძახდე რაღაცა წერი, რომელსაც ვერაფრით ვერ გავუკლავდით და მე ამას თავისი ისა ოფისი ქონდა რაც მაგისი და მოკლედ მოვიდა მაგან სცენარები გაწმინდა ეს და მე ირინამ დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა. თანამშრომლობით მაგას თავისი მეურნეობა აქვს საკმაოდ, მაგრამ ისე თავდაბარია. ეხლა მე ვთხოვ რომ მოვიდეს ჩვენთან და ალბათ მასაც ძალიან ბევრი მოგონება ექნება პატრიარქზე. თუ შემოგვიერთდება მეავსებად გაჩვენებს თანიანელა ოპერატორს ვთხოვ რომ გამომყვეს და კიდევ დავათვალიერებინოთ მაყურებელს კადრში ეს სილამაზე დილა მშვიდობის როგორც დედა ბარბარა მითხრა განსაკუთრებულ სიტყვის ზრუნვას და ყურადღებას დებთ ამ ყველაფერში. ის მოგონებები რომელიც პატრიარქთან თქვენს ალბათ ძალიან უხვად გაკავშირებთ. როგორ გაძლევდათ ხოლმე დავალებებს, რისთვის უნდა მოგვეხედა, რაზე უნდა გვეზრუნა, რას გაიხსენებდით? პირველი დღეა დღეს უწმინდესის შემდეგ ძალიან მიჭირს ემოციურად. ყველას გისამთიმრებთ სრულიად საქართველოს და გავიხსენებ პირველად როცა ჩამაბარეს მე ეს ბაღი პირველ დღეს. როცა დედა ბარბარე მუთხრა წარმადგინა მის წინაშე და უთხრა უწმინდესო თქვენს ბაღს ირმა დაგვეხმარება, ირინე დაგვეხმარება და მოულისო. შემომხედა და მითხრა ეს ბაღი მარტო ჩემი არ არის. ეს საქართველოსი, ეს იგი შენიც. ვიგრძენი უზარმაზარი პასუხისმგებლობა. დღეს კიდევ უფრო მეტად გრძნობ ამ პასუხისმგებლობას და გპირდებით ყველას რომ ეს ბაღი კიდევ უფრო ლამაზ, კიდევ უფრო საინტერესო გახდება. პირდებით ჩემ უწმინდესის ლამაზულს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობთ. ირმა, თქვენ რომელ სცენარის გამოარჩევთ, რომელი უყვარდა განსაკუთრებით? ძალიან უყვარდა იები და ორქიდეები. ერთხელ მახსოვს კალათით მოუტანე იები, ფერად იები და შემოვედი დარბაზში და მომაქვს ეს კალათი. დამინახა და მითხრა, როგორი სურნელი მოიტანე. საოცარი იყო, საოცრად თბილი, თავდაბალი, ბავშვივით იყო ეს ამოდენა ბუმბერაზი ადამიანი. ხალხს ფიქრობდი ესეთი თავდაბლობა, ესეთი უბრალოება, ესეთი უშუალოება. მოვიდოდი მოგიკითხავთ, როგორ ბრძანდებით? აი მე არ ვიცი, ძალიან დიდი სიყვარული და ძალიან დიდი მონატრება. და ძალიან დიდი პატივისცემა. ხას ვარამე თუ გაინტერესებს. დიდი მადლობა ქალბატონო, მე გისურვებთ ხნეობას, რომ აქაურობა ისეთივე ყოფილიყოს და ისეთივე იერსახე შეენარჩუნებინოს, როგორც პატრიარქს უყვარდა. მე მაყურებელს ვეთქვი კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ზამთრის მხარე, ზამთრის ბაღს უწოდებდა აქაურობას, იმიტომ რომ როგორც გითხარით, გარეთ წვიმს და სამწუხაროდ არ მოგვეცა შესაძლებლობა რომ გვეჩვენებინა, თუმცა აქ არის სხვადასხვა ჯიშის, უიშვიათესი ჯიშის სცენარები, ყვავილები და მართლაც საოცარი განწყობა, საოცარი სიმშვიდეა, როცა აქ ვარ, უფრო მეტ ემოციას გრძნობ. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი არა მხოლოდ უბრალოდ სილამაზით გვხიბლავს, არამედ იგრძნობა პატრიარქის ზრუნვა, სიყვარული, აქ საოცარი სიმშვიდეა მართლაც და მე დედა ბარბარეს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა
მადლობა ნახოს ეს საოცარი გარემო, რომელიც პატრიარქმა შექმნა. დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს ვატყვი, რომ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრებ ყველას და არ ვიცი, ეს არის ძალიან დიდი სიყვარული, სითბო, ზრუნვა, რაც ამ ადამიანისგან თითოეულ ჩვენგანს დაგვრჩა, სიკეთეს შობს და მადლი მადლს ამრავლებსო, ასე იტყოდა და მე ასე დაგემშვიდობებით, ბოდიშს გიხდით ჩემი ემოციებისთვის, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.